ნატოს ვარშავის სამიტი, გამოწვევები და მოლოდინები კონფერენცია თბილისში მიმდინარეობს. მოხსენებლები ვისაუბრებენ ნატოს პოლიტიკაზე, ახალ საფრთხეებსა და გამოწვევებთან მიმართებაში, სტრატეგიულ მიდგომაზე, საქართველოს ჩართულობაზე ნატოში და საქართველოს ნატოს სამიტის შემდგომი სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებზე. კონფერენცია საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდის ორგანიზებით ტარდება. სალომე ქოქიაშვილი განვსობს თემას ახლა პირდაპირ ეთერში. სალომე, გისმენთ. დიახ, მსოფლიო უსაფრთხოების სფეროში წლის მთავარ მოვლენამდე სულ რაღაც 2 კვირა რჩება. უკვე 8 ივლისს ვარშავა ნატოს სამიტს უმასპინძლებს, საბამისად დარჩენილ დროში კიდევ უფრო აქტუალური ხდება ის საკითხი, თუ რა მოლოდინები აქვს საქართველოს ვარშავიდან და როგორი იქნება ნატოს მთავარი გამოწვევები. სწორედ ამ თემებზე მიმდინარეობს მსჯელობა დღევანდელ კონფერენციაზე, რომელშიც მონაწილეობას იღებენ ექსპერტები, ასევე მთავრობის წევრები და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები. რაც შეეხება იმას, თუ რას ელის საქართველოს ვარშავიდან, როგორც მთავრობის წარმომადგენლები ამბობენ, პირველ რიგში საქართველოს ელოდება იმ პროგრესის აღიარებას, რომელსაც მან უელსში მიღებული არსებითი პაკეტის იმპლემენტაციის შემდეგ მიაღწია. გარდა ამისა, ყოველ დამატებით ინსტრუმენტებს თავდაცვის უნარიანობის ამაღლების მიზნით, ასევე ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა, როგორც დღეს ჩვენ ვარშავიდან დაბრუნებულმა თავდაცვის მინისტრმა გვითხრა, იქნება ის, რომ იყოს აქტიურად ჩართული საქართველოს შავი ზღვის რეგიონის თავდაცვით პლატფორმაში. როგორც თავდაცვის მინისტრი ამბობს, საქართველოს დღეს წესრიგში დააყენებს საკითხსაც იმის შესახებ, რომ შავ ზღვაზე ვიზიტის სავიზიტო მარშრუტში, რომელსაც ნატოს ძალები ახორციელებენ ხოლმე, მაგალითად ბულგარეთსა, რუმინეთის მიმართულებით, ამ მარშრუტში ჩაჯდეს საქართველოც. ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ამ სეგმენტში ბუნებრივია ის სახელმწიფოები, ნატოს წევრი სახელმწიფოები, რომლებიც შავ ზღვაზე არიან, ვინაიდან შავ ზღვაზე ნატოს გაძლიერება ნიშნავს საქართველოს უსაფრთხოების გაძლიერებას შავ ზღვაზე. თქვენ იცით, რომ ჩემი ამ შემთხვევაში როგორც თავდაცვის მინისტრის, იმიტომ რომ ნატოს სამიტი ორ კომპონენტიანია, ასე ვთქვათ, პოლიტიკური პასუხების და თავდაცვის უნარიანობის გაძლიერების პასუხების თვალსაზრისით. როგორც თავდაცვის მინისტრის ერთ-ერთი ყველაზე მთავარი საზრუნავი სწორედ შავი ზღვის პლატფორმაში საქართველოს ჩართულობა, სრულფასოვანი მონაწილეობა და წევრის ტოლფასი მონაწილეობა. მნიშვნელოვანია, რომ ალიანსის წევრებმა კიდევ ერთხელ დაადასტურონ, რომ საქართველოს აქვს ყველა პრაქტიკული ინსტრუმენტი იმისათვის, რომ გააგრძელოს მზადება წევრობისთვის და ასევე რაც შეეხება ამ კონკრეტულ პრაქტიკულ ინსტრუმენტებს, ჩვენ მივიღებთ კიდევ უფრო მეტ და უფრო მრავალმნიშვნელოვან და მრავალფეროვან მხარდაჭერას არსებითი პაკეტის გაძლიერების, საქართველოს თავდაცვის უნარიანობის განმტკიცების და მისი ნატოსთან თავსებადობის ამაღლების თვალსაზრისით. ამ პროგრესს სჭირდება განმტკიცება პრაქტიკული ხელსაწყოებით, პრაქტიკული საშუალებებით და სწორედ ასეთ ინსტრუმენტებს, ასეთ საშუალებებს კიდევ უფრო გააფართოებს ვარშავის სამიტი. უკვე გაცხადებულია ის, რომ საქართველოს ვარშავაში მაპს არ ელოდება, მაგრამ ელოდება დამატებით ინსტრუმენტებს, რომლებიც ქვეყანას ხელს შეუწყობს იმასთან, რომ გაზარდოს თავდაცვის უნარიანობა და შესაბამისად თავსებადობა ნატოს შეიარაღებულ ძალებთან. რაც შეეხება უკვე მაპის თემას, როგორც თბილისში ამბობენ, მაპი დეკემბრის დეკლარაციის თანახმად უკვე იქნება პოლიტიკური გადაწყვეტილება და როდესაც საქართველოს იქნება მზად მისი თავსებადობით, ასე ვთქვათ, სწორედ მაშინ იქნება საბოლოო გადაწყვეტილება ქვეყნის გაწევრიანებასთან დაკავშირებით. საუბარი არის ორ ახალ პაკეტზე. ერთი ის, რომ შეიძლება საქართველოს დაუმატონ ალბათ პარტნიორობის ელემენტები, რაც პრაქტიკულად ხელს შეუწყობს ჩვენი ნატოსთან თავსებადობის გაზრდას და მეორე არის ეს ახალი ინიციატივა, რომელიც ეხება შავ ზღვაზე უსაფრთხოების გაზრდას. ამასთან ერთად, რა თქმა უნდა, დაფიქსირდება ტერიტორიული თავდაცვის პრინციპები, რომლის პარტნიორ ელემენტად იქნება საქართველოს ჩაბმული. ეს არის მოკლედ ის პრაქტიკული ასპექტები, და სამწუხაროა, რომ პოლიტიკურად ამ ეტაპზეც საქართველოს ჯერჯერობით ყოველ შემთხვევაში არ ჩანს არანაირი პერსპექტივა. დამატებით პაკეტში შეიძლება ველოდოთ გამტკიცებას რეგიონული უსაფრთხოების ყურადღება იქნება ასევე გამახვილებული შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოების ზომებზე და ასევე თავდაცვის სფეროში კიდევ უფრო გამტკიცება თანამშრომლობის. იქნება ეს ნატოს ფარგლებში თუ იქნება ორმხრივი ურთიერთობის ფარგლებში. ჩვენ თავდაცვის უნარიანობის გამტკიცება ახლა არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ამოცანა. ამ თემებზე მსჯელობა კონფერენციის ფარგლებში უკვე 2 საათია მიმდინარეობს. შესვენების შემდეგ კონფერენციის მონაწილეებს ვარშავიდან დაბრუნების შემდეგ მთავარი გზავნილების შესახებ, ასე ვთქვათ, გაესაუბრება თავდაცვის მინისტრი, რომელიც შეკრებილებს სიტყვით გამოსვლით მიმართავს. მადლობა სალომე ქოქიაშვილი საუბრობდა პირდაპირ ეთერში.